გამარჯობა, მოკლედ დღეს მინდა ქართული აფთიაქების და კანადური აფთიაქების ერთმანეთზე შედარება. გამომყევით. პირველი, რასაც ხედავ, პირველი ეტაპი არის აფთიაქების პარფიუმერია და საკმაოდ ძვირი, ვისაც პარფიუმერია გაინტერესებს, შეიძლება მიხვიდეთ და იყიდოთ ყველაფერი აქ. ცოტა განსხვავებული კი არის ესე ქართული აფთიაქები კანადური აფთიაქებისგან შორის. აი ხა ამ სიუჟეტის ბოლოს ნახავთ რატომ. აქაც კოსმეტიკა პარფიუმერია ძირითადად. ჩემ ოპერატორს ხო უფრო დაწვრილებით გადაიღოს. თავის მოვლის საშუალებები, ჰიგიენა, შამპუნები, საპონი, ტკბილის ჩოთკები და ასე შემდეგ. ეს ტიპი ჩაირგო ძალიან დიდ ხანს დგას უკვე მანდ. პირის მოვლის საშუალება, ტკბილის პასტები, ჩოთკები აქაც, ქალის ჰიგიენა მარცხნივ. ჯერჯერობით ემთხოვა ქართული და კანადური აფთიაქები ერთმანეთს. Hi buddy. No. Sorry. აქ უფრო მედიკამენტები არის, რასაც ხედავთ. გადავედით უფრო წამლებზე, პამპერსებზე, თვითმომსახურების სექცია. ანუ არ არის საჭირო მაინც და მაინც მიხვიდეს ავაროსთან, შენ თვითონ შეგიძლია. ძირითადად კანადაში ყველგან ეგრე არის, self-service არის ყველგან. რაც შეეხება წამლებს, ზოგადად წამლებს აქ ნიშნავს ოჯახის ექიმი და მაგ შემთხვევაში მიდიხართ უკვე კონკრეტულად ფარმაცევტთან, აი ეს გადაიღე. აძლევთ prescriptions, ანუ დანიშნულებას და რამოდენიმე დღის შემდეგ უკვე მოდიხართ ისევ აქ და იღებთ თქვენს მალამოს ან წამლებს. ეს ძირითადად იყიდება ტაილენოლი და ესეთი რაღაცა. ფეხი მოხდება ტაილენოლი, კისერი ხდება ტაილენოლი, ყველაფერი ტაილენოლი. აფთიაქში აუცილებლად ყველგან საფოსტო კუთხე დაგხვდებათ, კანადა პოსტ, ანუ ყველა აფთიაქში არის ესე. და აფთიაქიდან ნელა გადავდივართ სასურსათო სექტორზე. ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ პური იყიდოთ, კარაქი იყიდოთ, კოკა-კოლა იყიდოთ, შოკოლადი იყიდოთ, რძე და ასე შემდეგ. მოკლედ ეს არის და ეს რის დაშიარება მინდოდა თქვენთვის ამ ვიდეოში. მადლობა ყურადღებისთვის. წარმატებები.